აქცევს თუ არა ოცნების გამოძიება დაზარალებულს დამნაშავედ მეორე დღეა რეჟიმი გიორგი გახარიას დაჭერით ემუქრება. ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელიც 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს. გამოძიება ამ დრომდე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, თავდასხმიდან 2 დღე გავიდა. თუმცა არ ჩანან ეგრეთ წოდებული დეპუტატები, რომლებიც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ. ოპოზიცია ჯგუფურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ოლიგარქის პარტიას აკისრებს. გამომძიებლებმა გიორგი გახარიას სახლში მიაკითხეს და ექსპერტიზისთვის ის ტანსაცმელი წაიღეს, რომელიც ყოფილ პრემიერს თავდასხმის მომენტში ეცვა. როდის გამოკითხავენ მას, ჯერ უცნობია. მანამდე ნაცემმა ოპოზიციონერმა ლიდერმა თავდასხმის შესახებ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას უამბო. მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა გიორგი გახარია, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს და ცხვირის ძვლები მოტეხილი, დღეს სახლში მოინახულეს. ის საჯაროდ ჯერ არ ჩნდება. მის ნაცვლად ქართული ოცნების დამნაშავე წევრების დასჯას საგამოძიებო უწყებებისგან მისი თანაპარტიელები მოითხოვენ. დღეს საგანგებოდ მიმართეს სასტუმრო შერატონსაც. დაზარალებულებს უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები გადასცეს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობასა და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ. ამიტომ სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას. გიორგი გახარიას თანაგუნდელების ინფორმაციით დანაშაულიდან თითქმის 48 საათის შემდეგაც პოლიციას სასტუმროდან ვიდეო მასალა არ ამოუღია. ამ დრომდე უცნობია გამოკითხეს თუ არა გამომძიებლებმა თავდამსხმელებად დასახელებული პოლიტიკოსები, რომლებიც ჯერ არც საჯაროდ გამოჩენილან და არც თავის მართლება უცდიათ. ერთდღიანი დუმილისა და ფიქრის შემდეგ მათ ნაცვლად ამის გაკეთება თანაპარტიელებმა გადაწყვიტეს. დაცვა არ აკმარეს და ძალადობისთვის შეაქეს კიდეც. დამნაშავედ კი ჯგუფური თავდასხმის ადრესატი დაასახელეს. გიორგი გახარიას მოხვდა საქართველოს ღალატისთვის პირველ რიგში. მოხვდა ნიშნავს იმას, რომ რაც დავინახეთ, რომ მოხვდა, იმიტომ დაეცა, ხო? და პირველი დაარტყა გახარია, ხელი დაარტყა ერთმა, მეორე მოპასუხა, ვინც უფრო მეტად არის აი ამ შეჯახრებისგან დაზარალებული, არნიშნავს იმას, რომ ის უფრო ნაკლები დამნაშავეა. ეს პოლიტიკური მუქარაა თუ გამოძიების ვერსია. უახლეს პერიოდში გამოჩნდება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები არ გამორიცხავენ. ოლიგარქმა ეს საქმე პარტიის მოღალატედ გამოცხადებული მისი ყოფილი პრემიერის საწინააღმდეგო ჩიატრიალოს და საჯარო მუქარა მისი გასამართლების შესახებ სისრულეში მოიყვანოს. ადამიანებს იჭერენ დაკუჭული ქაღალდის როლისთვის და მათუმელების მთავარ რედაქტორის ჩასვლის, იმიტომ რომ რაღაცა ის აგინებებს რაღაცა და ხელი დაარტყა. ეგეთ რეალობაში ვარ. აქეთ ხარ ეს ხარ სრულიად დაუცველი და შეიძლება დაგიჭირონ რაღაცა გაიკეთონ და იქით მხარეს არავინ არ იჭერა. ეს არის ჩვეულებრივი რუსული რეჟიმი, რომელიც ამას კი არ მაღლავს საჯაროდ თავხედურად აკეთებს ამას, რომ ადამიანები დააშინოს და ადამიანებს უთხრას, რომ თქვენ ვერავინ დაგიცავთ, ჩვენ დავაკეთებთ სადაზღვინო. ამიტომ გახარიასთან შემთხვევაში კი თავისუფლად არის დასაშვები, ვერ საქმე ამოყირავონ. იყო ორგანიზებული თავდასხმა, კარგად მომზადებული თავდასხმა, მაშინ მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები, ეს არ იყო 1 და 2 ადამიანი, ამაზე საუბრობდა კიდეც მათ შორის ბატონ ქორიძეც. შესაბამისად, ესე თავდასხმები როდესაც ხდება პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არ ხდება ხოლმე ვიღაცის ცალკეული ინიციატივით. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც შემდეგ დაუჯალობის გარანტიას აძლევს ყველა ამ ადამიანს. ეს არის ჩვეულებრივი დასუსტებული საფუძველ მორყეული ხელისუფლების ბოლო ნაბიჯები. ჩვენ ნანახი გვაქვს, როგორ იცვლება ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმები, წარსულშიც ვნახეთ, ხო? ბოლო აკორდი არის ის, როდესაც არაფერი აღარ აქვს, პოლიტიკური ინსტრუმენტი აღარ აქვს, სიტყვა სათქმელი აღარ აქვს, ქუჩაში გამოსასვლელი თავი აღარ აქვს და უშვებ აი რაღაც ესე ბანდიტებს ქუჩაში, რომ ვიღაცებს თავს დაესხან და მერე მოდის დასასრული. ტელეიმედის მიერ გავრცელებული ფრაგმენტული და დამონტაჟებული კადრები ამ მომენტისთვის ერთადერთი ვიდეო მასალაა. შეცვლის თუ არა გადაწყვეტილებას სასტუმრო შერატონი და გადასცემს თუ არა მთავარმტკიცებულებას გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს. ჯერ ცნობილი არ არის. იურისტების განმარტებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა მას ამას ავალდებულებს. ყველა პირს, რომელიც აღბეჭდილია სასტუმროს ვიდეო ჩანაწერში, აქვს აი ამ ვიდეო ჩანაწერების ნახვის და ასლების მოთხოვნის უფლება.
ამ უფლების შეზღუდვა დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს ეს უსამართლო მოცემულობა, დღეს, როდესაც აბსოლუტურად ყველა სამართალდამცავი ორგანო გასულია საკანონმდებლო ჩარჩოსაგან და ჩვენ არ შეიძლება არავისგან გქონდეს დაზარალებულების უფლებების დაცვის მოლოდინი, დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლების შეზღუდვა არ მოხდეს. ჟურნალისტ ზვიად ქორიძესა და ოპოზიციონერ ლიდერ გიორგი გახარიაძე თავდასხმის გამო გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. რა მტკიცებულებები დევს ამ მომენტისთვის საქმეში? ზვიად ქორიძის ჩვენების გარდა უწყება არ ამხელს.